ქართველისთვის ყველაზე საშინელი მტერი ქართველი არის. ეს კი არის. სულ ცემა ტყება ქართველები ხოცავენ ერთმანეთს. ჩვენ გარეშე მტერი აღარ აყვავს. და აი როგორ გაცოცხლდა გურამიშვილის ქართლის ჭირსა ვერ ვინ მოსთვლის. შიგნით და ერთმანეთს გადაკიდებული ქართველი. გარეშე ხო იყო იქ მაშინ მტრები. ჩამოთვლილია. თელ მე კავკასიელი მტრებიც რო იყო ქართველის. აი ქისტები, ლეკები, აი ეს მუსულმანები იყვნენ, აწიოკებული იყო, იტაცებდნენ ხო? ლეკები იტაცებდნენ. გურამიშვილიც კი მოიტაცეს. ტყვეთ ყავდათ. კავკასიეს ფრანგებს მოიტაცათ მაინც კაცო. ფრანგები მოგიტაცებენ ადამიანს გახდიან ხო? ხო არის ესეთი ხატული ნაწარმოები კონდრატე თათარაშვილის ფსევდონიმი უიარაღო მამლუქი ფილმიც არის გადაღებული. აი გორი ქართველი მოიტაცეს ხო? ქართველებმა და გაყიდეს. ქართველებმა მოიტაცეს და გაყიდეს ორი ბიჭი. ნუ ხატული ფორმა შეიძლება ეს შინაარსი რეალობიდან არის აღებული, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გამოვიყენებ მაგალითისთვის. აი ორივე ემსახურებოდა ქვეყანას და ორივენი წარმატებულები იყვნენ. იმიტომ რომ გარემო იყო ისეთი, რომ ერთიც საფრანგეთში დაწინაურდა, მეორე არაბეთში და რიგითები კი არ იყვნენ. ხვდებით? და ლეკი რომ მოგიტაცებს ახლა სად უნდა გაყიდოს? ბიჭო, კახი კალაძეს მოიტაცეს 2001-ში თუ 2-ში, ხო? ეს გახსნილი შევარდნაძე რო ეგდო, ეს აკოთებული საფლავიდან რო კონსპექტებს და იმებს არიგებს კიდე ეს ნაბიჭორები მაგის დატოვებულია პარლამენტში რო იცოდეთ და ეს გათახსირებული სამღვდელოების ამა ბულბულებელი და ამა ფუჩფუჩებელი ეს ნაბიჭვარი იყო საფლავში რო არის დია ეხლა მისი სხეული და ამ გათახსირებულის დროს მოხდა კახი კალაძეს მის მოპარო 20 წლის ბიჭი იყო არც კი სტუდენტი და გამოსასყიდი რა მოხდა კაცშვილმა არის ის რა ვინ მოიტაცა ეგეც მეაფუჩეჩეს და ასეთ საქართველოში ეს დეგენერატი კახი კალაძე აგერ მერია ეს დებილი ესა მაცარყარები ამ შობელ ძაღს რა მე ეგეთ ქვეყნიდან საერთოდ აღარ გავეკარებოდი როგორც მამონტაცა ქართველებმა გამოსასყიდად ნახე ისევ როგორ განმეორდა ეს თუ ადრე ლეკი იტაცებდა და ვიღაცა ისევ ქართველი მოიტაცა გამოსასყიდად ხო და გურამიშვილსაც ქართველს თხოვდნენ გამოსასყიდად არამედ გამოისყიდა არც კახი კალაძეს მაგა მოუსყიდი არავის თუმცა იძახა რა გაუგზავნე შეჩემისა და მე ვინ მოკლა ხო ამ იდიოტ შეეწირა თავის პატარა ძმა და კი არ წაიყვანა იქ იმიტომ რომ ამ დებილმაც არ იცოდა საქართველოს რა ქვეყანაა რომ წახვედი უცხოეთში ფულს აკეთებ და მან დატოვე კრიმინალები არ იცი რომ ფულს მიგატანინებენ აბა არც ტაქსაციას იხდი არაფერს და ასე შეეწირა ამის ჭაკიცხენივი ცირბილს თავისი ძმა და იმდენად უნამოსოა ისე მანდარი რა და საპატიო მოქალაქეებად წოდებებს არიგებს ვიგინდარებთან აი ეს პიჟონი ბიჭი ეს გალაძეს კაი ბიჭონია რა იცოდეთ ბიზნეს ხელის ბიჭები აქიდან ერთი იქიდან მეორე ეს კონკავშირლები რა ერთი მეორე დგანან მათხოვრობენ და იმდენად ურცხვები არიან მეგრელები ჩვენი ძმები არიან სვანები ერთი კითხე იმათ რა მეგრელია შენი ძმა ეს სამეგრელო არა აწიო ეს ამ შემისალნი ედვარდ შევარდნაძეს გაუხმა თავი და როგორ მათხოვრობენ იცი და ყველაფერს იმსახურებს ერი ყველაფერს გამიგე იმიტომ რომ დასასჯელია და ამჯელებს გვიგზავნის ღმერთი აბატონო აი ერთ ბიძინა იმიტომ რომ მაგას ალტერნატივა არ აქვს მეორეს აირჩევთ მოკლედ როგორ არის იცი ვაი და უის არჩევნებია ომი და მშვიდობიც კი არა კაცო მშვიდობა არც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში და არც იქნება რომ მშვიდობა ცოტა სხვა ტერმინია ესა გითხარით ხო ღმერთთან თუ არ გაასწორებთ თურქებს მშვიდობა არასოდეს არ იქნება თქვენ გარეთ გაგაკეთეთ თითქოს ახლა თურქები მოდიოდნენ ჩვენ სასაწიოკელად ირანი რას ლაპარაკობთ ჩვენ მტერი გარედან არასოდეს აღარ გვეყოლება აი ამ უახლოეს მომავალში ჩვენი მტერი საქართველიერია თან ქართველის მტერია განა ქართველი ემტერება საქართველოში რომელიმე უცხოელებს მანდრო შემოდიან და გაივსო ჩაჩანყოლებით საქართველოსი ქართველი არის მისთვის მტერი და სულ ეს არის წარმოჩენილი ქართველს ვერ იტანს დაჯგუფებები არის საძმაკაცოები სამეგობროები სპორტსმენები კრიმინალები ჩართული არის არჩევნებში კრიმინალები ქურდები შტანგისტიც აყავთ ამათ თუ რამ ერთი 30 კაცს აწევს ხელში და გადაყრის ხო შევარცხვენე ეგ ქვეყანა არ იყოს საქართველოს დააქცევს ეს დემოკრატია არ უხდება მაგ ქვეყანას ეს რა ეს არ შემოგვიგდეს აი რაც დავთ ესეთ ვიმკით